ჩემი დაბადება და ასე ვთქვათ, აი პირველი ორი სიტყვის სწავლა, დედა, მამა, ბებია, ბაბუა, რასაც სწავლობს ბავშვი და ჩვეულებრივი ადამიანი. დაახლოებით აი ესე ვისწავლე მეოთხე ან მეხუთე სიტყვა იყო ჩემთვის უკვე თეატრი, იმიტომ რომ 3 წლისაც არ ვიყავი, რაღაცა 2 წლის და 8 თვის ვიყავი ბაღში ერთ-ერთ მშვენიერ დღეს. ბებია მუშაობდა მარჯანიშვილის თეატრში, იყო ტექნიკური პერსონალი და ჭირდებოდა სპექტაკლში ბავშვი. და ესე უთხრეს ბებიას, რომ იქნებ, აი ყველა მსახიობმა მოიყვანა თავისი შვილი და ზოგმა შვილიშვილი და იქნებ შენ ცხო ყავს შვილიშვილი და მოიყვანო, იმიტომ რომ ჭირდება ძალიან პატარა გოგო. გოგოები, 2 გოგო ჭირდებოდათ. და ესე ბებია მომაკითხა ბაღში და თურმე თოჯინას ხელი არ გავუშვა, თოჯინით ხელში წავყევი თეატრში და როგორც კი ავედი თურმე სცენაზე, რაც დავალება მომცა რეჟისორმა, ანუ აი არაფერი ხმა არ მომეღია ზედმეტი, დავალება ძალიან ისე კარგად შევასრულე. საერთოდ მეუბნებიან, რომ შენიშვნას არ იმსახურებდი, ისეთი ბავშვი იყავი. ამას მეუბნებიან, მე არ ვამბობ. და ანუ ძალიან ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროფესია არ ამირჩევია. ეს მეთქი ჩემი მომყოლია. თან მომყვა, როცა დავიბადე, იმიტომ რომ მე არავინ არ მაცადა, არც აზზე მოსვლა, არც ცხოვრების შესწავლა, არც შეგრძნება თუ რა მინდოდა იმდენად, აი როგორც კი დავიბადე და გავიზარდე, აი მომყვა და ანუ ეს უკვე ჩემი ნაწილი გახდა. ცხოვრობდი მარჯანიშვილის თეატრის გვერდით, ანუ აი ერთი კედელი ყოფდა ჩემს სახლს და თეატრს და ვიღვიძებდი და ვიძინებდი. ანუ ჩემს საძინებელში ისმოდა ხმა, როგორ იწყებოდა დილით 11 საათზე რეპეტიცია და ყველა მსახიობი გამოცხადდი ჩემობძანდით სცენაზე, ტექნიკური რეჟისორის ხმა. ყოველ საღამოს ვხედავდი, როგორ ირეკებოდა პირველი, მეორე, მესამე ზარი, სანამ დაიწყებოდა სპექტაკლი. ანუ აი ესეთ გარემოში გავიზარდე. ჩემს თვალწინ ეტრიალებდნენ ქალბატონი სოფი კოჭიავრელი, კოტე მახარაძე, ბატონი ოთარ მეუნეთოხუცესი, ძალიან ესე პირადად და ფოტოები მაგადაღებული და როცა იყო ქართული თეატრის დღე და თეატრში მოეწყო საერთო ფოტოს გადაღება, მე დასთან ერთად მაქვს ფოტო, ბატონ თემურ ჩხეიძესთან ერთად და ქალბატონ ვერიკო ანჯაფარიძესთან ერთად მაქვს ძალიან ისეთი შესანიშნავი და ჩემთვის ძალიან ძვირფასი ფოტო. უკვე რელიქვიაც კი ალბათ შემიძლია დავარქვა, იმიტომ რომ ჩემს
ანუ აი როგორ გითხრათ, ჩემს გარშემო მყოფებს 18 წელი გავა და ვანახებ ალბათ ძალიან სასიამოვნო იქნება ყოველთვის ამის დათვალიერება. და უნდა ვთქვა, თამაშობდი მარჯანიშვილის თეატრის პირველი ნაბიჯი ავიდგი ხალბატონი მედია კუჭოხეძის სპექტაკლში შეყვარებულთა თვითკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე. შემდეგ იყო ისევ ხალბატონი მედიას ლურჯი ურჩხული, ბატონი გოგი თოდაძის ნაცარქექია, ხალბატონი მედიკოსის საქართველოს უკანასკნელი დედოფალი. ასევე იყო ბატონი გოგის, ბატონ გოგის ეს ბერიკებში იყო. აღადგინეს ურიელა კოსტა, ხალბატონმა სოფიკო ჭიაურელმა და იქ ვითამაშე ესეთი პატარა ეპიზოდული მესანთლეს როლი, რომელიც სინაგოგაში სცენის დროს, როცა აძევებენ სინაგოგიდან ურიელა კოსტას, იქ ვიდექი სანთლით ხელში მე და ერთი ბიჭი, ის ჩემი პარტნიორი. და ბავშვობაში აი ანუ ეს პირველი როლი შეყვარებულთა თვითკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე თამაშობდით დებს, ოსუე და კანტარო. ვიყავით მე და დეიკო ჩხეიძე, ბატონი თემურ ჩხეიძის ქალიშვილი და ძალიან მიყვარს და ყოველთვის მახსენდება როგორც ჩემი პირველი პარტნიორი. თეატრალურთან რო გავივლიდი, აი როგორც კი ჩავდიოდი მიწის ქვეშაში, აი ოპერიდან თეატრალურამდე გული როგორი აჩქარებული მქონდა, ეცი მთელი ბავშვობა, იმიტომ რომ ეს მეგონა ადგილი, სადაც მხოლოდ ბუმბერაზები შედიან, მხოლოდ ბუმბერაზების ადგილია. და აი დღესაც კარგად მახსოვს ის შეგრძნება, როცა პირველ ტურზე მივედი. გრძელი თმით, რაღაცა სქელი ნაწნავი შავი კავა, ხო და ძალიან ვინერვიულე, მართლა ძალიან ვინერვიულე და მოკლედ ღვთისწყალობით შეიძლებოდა ძალიან მაღალი ქულები ქონდა სხვა ბავშვებს, მე შედარებით დაბალი ქულები, მაგრამ მე ღვთისწყალობით მოვხვდი პირველივე წელს თეატრალურ ინსტიტუტში. მყავდა ძალიან კარგი ჯგუფი, ძალიან კარგი პედაგოგები, ჩემი პედაგოგი ბატონი გიორგი შალუტაშვილი, ბატონი ალეკო მახარობლიშვილი. ძალიან ბევრი კარგი რამე მახსოვს და ინსტიტუტში მახსოვს ძალიან საინტერესო საკურსო ნამუშევრები, მეორე კურსზე გქონდა კარს აჯახუნებენ, მესამე კურსზე გქონდა სპექტაკლი ტყუილი გრძელ ფეხებზე. ანუ პირველი პიესა ეკუთვნის მიშელ ფერმოს ფრანგული პიესაა კარს აჯახუნებენ, მესამე კურსი არის ედუარდო დე ფილიპოს ტყუილი გრძელ ფეხებზე და მეოთხე კურსზე ვითამაშეთ სპექტაკლი სადიპლომო არტურ მილერის სეილემის პროცესი და მე ვთამაშობდი მერი უორენს. ეხლა რატო ვამბობ მერი უორენს? იმიტომ რომ ამ როლით გამიცნო ძალიან ბევრმა ადამიანმა მერი უორენით. და მერი უორენი რო ვაბარებდი ინსტიტუტში იყო ჩემი საოცნებო როლი. ანუ მერვე თუ მე-9 კლასში წავიკითხე ეს პიესა, იმიტომ რომ მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა სპექტაკლი სეილემის პროცესი და ნუ მარტო სპექტაკლი რო ვნახე, გასაგებია, მაგრამ მე პიესა უნდა მცოდნო და ეს ყოველთვის მქონდა ესეთი მანერა, რომ მე უნდა ვიცოდე პიესა, მარტო სპექტაკლით არ მინდა. და აი ყოველთვის აი ესე ვახერხებდი, ან გამომქონდა ბიბლიოთეკიდან თეატრის, ან არქივიდან, მოკლედ რაღაცას ვახერხებდი. და წავიკითხე და ვაიმე მერი უორენი როგორ მინდა თქო, ვაიმე ამას როგორ, აი რაღაცა ჩემებურად მომინდა. არც იცოდა ჩემმა პედაგოგმა, არც წამომცდენია, რასაც როცა განაწილდა სადიპლომო ნამუშევარი, განაწილდა აბიგაილი, განაწილდა გუდი ელიზაბეტი, ნუ სხვადასხვა როლები, ბეტი და მერი უორენი თამუნა ნიკოლაძე და იცით რა დავევარ და ესე გავეკალე და კეთილს დავარტყი თავი. მე ესევე დამიძახა ერთ-ერთმა რეჟისორმა გეგა ქურციკიძემ. მანამდე მის ჯგუფელთან თამაშობდი ნატო ტუღუშთან ამ უცნობი ქალის წერილი და გეგამ დამიძახა ვაკეთებ ჰიგინსის და კარიერის პიესას ჰაროლდი და მოდი და შენ უნდა იყო 80 წლის ქალი. არც მეუნება ჰაროლდი ვარ, მოდი ვარ, ვინა ვარ კი არა მეუნება, პირდაპირ მეუნება თამუნა, შენ უნდა ითამაშო 80 წლის ქალი. და ვარ რაღაც ალბათ 22 წლის ან 21-ის. ვაიმე გაგა მე 80 წლის ქალი როგორ? და აი როგორ და დავიწყეთ როგორ ნელ-ნელა მივყევით, რა თქმა უნდა, იქ ძალიან ბევრი რამე დავადგინეთ, იქ ძალიან ბევრი რამე
არ დადგენილის გარეშე მე არც გავალ სცენაზე თუ არ ვიცი რა მაქვს, როგორ მაქვს, რა არის იდეა, რა არის ამოცანა, ზეამოცანა, რისთვის კეთდება, სათქმელი რა არის, მე ამის გარეშე სცენაზე ვერ გავალ. ვერც მაშინ და ვერც ახლა. აი ეს 80 წლის ქალი და აი ამ მოდის თამაში მე დღემდე მომყვება შლეიფად ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრმა მნიშვნელოვანმა ადამიანმა ნახა ამ სპექტაკლში და მე დღემდე მეუბნებიან ძალიან ბევრი როლი მაქვს ნათამაშები მოდის შემდეგ, მაგრამ მოდი, ვაიმე ისე უყვარდა მაყურებელს ეს როლი, რომ აი არ ვიცი, პირველი ძალიან დიდი აღიარება, სიყვარული მივიღე ამ როლის თამაშის შემდეგ. ამ სპექტაკლმა აიღო საუკეთესო რეჟისურა. ასეთი ერთ პროფესიონალ ზეკას შევხვდი. კინძის თავებს წიდა ტურისტებისთვის. ეს ბერძნული გამონათქვამები ჰქონდა ამოკითრული. ამბობდა ეს სიტყვები ყველასეც ძმული სიტყვებიაო. ფრედერიკმა წიტიდა ეს იმასგანი. აი სასტუმროში რომ დავბრუნდით. ხლობით ამოვიკითხე და იცით რა ეწერა ზედ. ესეც გაივლის. ძელი მართალი იყო. მხარი დაუჭირეს მისას და ყველა ყოველს ჩემთვის აქ რაღაც სათქმელი, საზოგადოებისთვის, ადამიანებისთვის, როგორები არ უნდა ვიყოთ, როგორები უნდა ვიყოთ. ანუ მე სულ ვესაუბრები ამით მაყურებელს და სცენაც თუნდაც ის ამაღლებული ადგილია, საიდანაც მსახიობი უნდა ქადაგებდეს და არ უნდა გაუშვა მაყურებელი ფიქრის დაფიქრების გარეშე არ უნდა გავიდეს არავინ, თუნდაც სახლში რომ მივა 1 საათი თუ დაფიქრდა ის შენ სიტყვაზე და შენს ნათამაშებზე, ესე იგი შენ შედგა, შენ მიაწოდე. მაყურებელი არ გაუშვით ცარიელი იმ დღეს. მე აი ესე ვცხოვრობ და ეს არის ჩემი ზეამოცანა და იმიტომ ვარ მსახიობი. შემხვდა სულ მოულოდნელად ქუჩაში რეჟისორი სოსო ნემსაძე, რომელმაც მითხრა მე შენ რა კარგი გოგო ყოფილხარო. ხო მეთქი აი რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა. გავიდა რაღაც პერიოდი და მირეკავ სოსო. თან უნდა მე ვაკეთებ სპექტაკლს, მე დამჭირდი შენ. მე დაგინახე შენ ამ როლში და ეს არის გერმანელი ახალგაზრდა თანამედროვე დრამატურგი ული როთფუსი, რომელმაც დაწერა პიესა. დაწერა ეს პიესა თქვა 2002 წელს დაწერა, 2000 წელს დაწერა. სულ რაღაც ეხლანდელი დრამატურგია, მაგრამ საკმაოდ ესეთი ადრე ასე ვთქვათ ჩვენ საუკუნეში არ არის აღწერილი ეს ისტორია ამ პიესის და ამ გმირის. უფრო ადრინდელ პერიოდშია დაწერილი, თითქოს ესეთი პიესაა. და იყო ული როთფუსის პიესა გერტრუდე. მე რატომღაც ტელეფონში გავიგე გერტრუდა. არც ული როთფუსს მივაქცია ყურადღება, არაფერს არ მივაქცია ყურადღება. დამიბარა სოსომ და მივედი ესე კულტურის უნივერსიტეტში. სტუდენტები იყვნენ მეორე კურსის სტუდენტები. ამ სტუდენტებთან დგამდა ამ სპექტაკლს და მე უნდა მეთამაშა მიმიწვია ამ თავარ როლზე. და რომ მივედი, აი რატომღაც არც აი ტელეფონში არ მოусმინე ეთყობა რა და როგორ მეთქი მივალ პიესას გავეცნობი, მაგრამ რატომღაც მგონია რომ მე მგონი ვერ გავიგე და მე მგონი სოსო ჰამლეტს დგამს და მე გერტრუდა ვარ თქო. ეს ჩემი დასკვნა გავაკეთე. მე მგონი მე გერტრუდა ვარ, მაგრამ გერტრუდა რატო ვარ თავფიქრობ მთელი გზა რომ მივდივარ ამ პლეხანოზე და ალბათ მეთქი მე არ ვიცი ოფელია ნეტა ვინ არის ფიქრ აი ხო იცით მილიონი ფიქრი რომ აგეკვიატება ნეტა ოფელი ნეტა ჰამლეტი ვინ არის მივედი და მოკლედ დამხვდა ული როთფუსის გერტრუდე გერმანული პიესა და ჩემთვის რა ვიცი ძალიან დიდი ცხოვრების დასაწყისია ეს სპექტაკლი ძალიან ბევრი რამ მოხდა და შეიცვალა ჩემს პირად ცხოვრებაშიც ამ პერიოდში და ჩემს შემოქმედებით გზაზეც ძალიან ერთი კიდე ძალიან ლამაზი სპექტაკლით წავდექი მაყურებლის წინაშე გავიდა ეს სპექტაკლი ასევე ფესტივალ დებიუტზე და ამ სპექტაკლზე ავიღე პრიზი წლის საუკეთესო ქალის როლის შესრულებისათვის ფესტივალის აღმოჩენა გავხდი. ამის შემდეგ უკვე იწყება ძალიან დიდი პერიოდი, რომელსაც ქვია
პირველი ნაბიჯი თავისუფალი თეატრი. 2004 წლიდან ვარ თავისუფალი თეატრის მსახიობი. ბატონმა გიორგი შალუტაშვილმა მომიყვანა ამ თეატრში, მომიყვანა ძალიან უცებ შემოვარდი ამ თეატრში, იმიტომ რომ 3 მარტს დამირეკა თამუნა 5 მარტს არის სპექტაკლი მონადირე, ერთ-ერთი გოგონა არის ორსულად, ვერ ითამაშებს, სწოლითი აქვს და უნდა შემოვარდეს სპექტაკლში. 4 მარტს მომცა ტექსტი, 4 მარტს საღამოს გავიარეთ, 5-ში პრაგონი გავიარეთ უკვე და 5-ში საღამოს ვითამაშე მე სპექტაკლში. და ამის შემდეგ უკვე მე ბატონმა გიორგიმ დამაკავა თავისუფალ თეატრში მონადირეში სპექტაკლი მონადირე ივანოვი, ჩეხოვის ივანოვი ვითამაშე ანა პეტროვნა, იგივე სარა, ებრაელი ქალი, ძალიან საინტერესო როლი და ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის ფსიქოლოგიური დრამა, არაჩვეულებრივი სპექტაკლი და მე ვიტყვი რომ გიორგი შალუტაშვილის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია ივანოვი. ივანოვს მოყვება სპექტაკლი აჩრდილები, რომელიც კეთდება რუსთავის თეატრში, ბატონი გიორგი მიიწვიეს რუსთავის თეატრმა. ამ პერიოდში რუსთავის თეატრის კონსულტანტი იყო ბატონი რობერტ სტურუა და ბატონმა რობერტმა და ბატონმა გიორგიმ ერთად დადგეს ედუარდო დე ფილიპოს პიესა აჩრდილები, სადაც წაგვიყვანეს თბილისიდან 5 ბიჭი და 3 გოგო. და იქ ვითამაშეთ ეს სპექტაკლი, შედგა პრემიერა, მქონდა იმ პერიოდში ესეთი უშუალო ერთი ლამაზი ზაფხული და ესეთი სუყე შეხვედრა ბატონ რობერტ სტურუასთან და ვარ ღმერთის მადლობელი, ცხოვრებაში ერთხელ მქონდა მე ამ ადამიანთან უფლება მემუშავა. და შემდეგ აჩრდილები გადმოვიდა თავისუფალი თეატრის სპექტაკლი გახდა რუსთავში და აქ თამაშობით ხოლმე პარალელურად და მე უკვე რუსთავში აღარ იყო და აქ დაფუნძუდა ეს სპექტაკლი თავისუფალ თეატრში. ამ დროს ზუსტად აი ამ ზაფხულს როცა მიწევდა ბატონ რობერტთან მუშაობა და ბატონ გიორგისთან პარალელურად აი შეიძლება ძალიან ძნელი წარმოსადგენია, იმიტომ ვიცახი რომ ისეთი სიურპრიზები მქონდა ცხოვრებაში. შემომთავაზა ბადრი წერედიანმა სპექტაკლში თამაში მანანა დოიაშვილის პიესა დიდება იმპერატორ რამუს პირველს უნდა მეთამაშა ძიძა მერი. აბად მყოფი იდიოტი და მანიაკი ხარ. გამოიცანე მანიაკი ვარ. ეხლა ეს მითხარი. ეს ანგელოზი. მოიტაცე? რას ამბობ? ჩემი გაზრდი. რატომ მობოლია ჩემსავი? ღმერთმა დაიფაროს, ძალიან კარგი დედა ყავს. და მამა? ვიმედოვნებ მამა უკეთესი იქნება, მამამ დაბადებამდე მიატოვა და სულ ორჯერ ყავს ნანახი. უსაზიზღარი. გარეწარი, გველის წიწილა და ვირიშვილი. დედამისი ზუსტად მასი ამბობს. დედამისიც? იცი, ძალიან გაწვავდა. კიდევ კარგი სამსახური იშოვა და ხელფასი აქვს. აბა რა უნდა ეკნა მარტოს ხო? მართალია. ეხლა ხედავ უკვე ხარტად მპასუხო. მართლა? ხო. ახლა გამიშვებ. მეტი არაფერი ვიცი. მეტი არაფერი. თავარი მითხარი. არ ვიცი. თავარი რა? შენ ვინ ხარ შენ? მე? ხო, შენ ღვთის კრავო. ძიძა ვარ. ხომ გითხარი? ვაი ამ ბავშვის ძიძა. აი ვირიშვილი ციხვიძებს. პირზე ციცინათელაზის. ნამდვილი დედოფალია. მაგრამ რა თუნდა ამ ანგელოს ეს ძონძები? რა ძონძები? ესენი. შენ ჩანთაში რომ ყავს. იცი? ესენი ჩემებია. ეს კენგურუ, სხმურტლიანი ტანსაცმელი. როცა სამეფო ეტლი გააჩნია. ესენი ჩემებია, მე მჩუქნია. ისთვის? მე მჭირდება. ჭირდება? ხო, მჭირდება. რომ ეს ბავშვი შემოსვა ამ ფლასებით მთელი დღე ღვთის გრახასავით იმათხოვა.
ხო? რო ჩაისვა ჩამპალ კენგურუში და სადარბაზო იარა. მე და ნიკა თავაძე თამაშობდით, ვიყავით პარტნიორები სამეფო უბნის თეატრში, ბადრი იყო რეჟისორი და ამ სპექტაკლის მთავარი რეჟისორი, სულის ჩამდგმელი და ასევე დიდი კონსულტანტი იყო ბატონი თემურ ჩხეიძე. მაქვს იმის ბედნიერებაც თქვა, რომ ბატონ თემურთან მომიწია ძალიან დიდი შეხება და ძალიან დიდი ურთიერთობა. მით უმეტეს ამ სპექტაკლში თამაშობდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიც არის ქალბატონი მედეა ჩახავა, იყო სამწუხაროდ იყო ქალბატონი მედეა ჩახავა და არის დღევანდელი ვარსკვლავი ქალბატონი თამარ სხირტლაძე და მადლობა, მეტი არაფერი არ შემიძლია ვთქვა. შემდეგ უკვე დაიწყო ისეთი ეტაპი ჩემ ცხოვრებაში, ბატონმა ავთო ვარსიმაშვილმა დამაკავა თავის სპექტაკლებში უკვე ბატონმა ავთომ ძალიან თბილად და ძალიან კარგად მიმიღო ამ თეატრში და მით უმეტეს დღეს ის ძალიან გვერდში მიდგას, მე მისი დასის წევრი ვარ შტატში ამ თეატრის და ყველაფერში გვერდში მიდგას ბატონი ავთო და ძალიან კარგი შემფასებელი და ძალიან დამფასებელია ჩემი გზის ჩემი ბოლო სპექტაკლი, რომელიც გააკეთა რეჟისორმა, ჩემმა ძალიან კარგმა მეგობარმა, ძალიან კარგმა ადამიანმა. მე ვიტყვი ხმამაღლა ახალგაზრდა არა, უკვე ძალიან ჩამოყალიბებულმა და ძალიან სანდო მოაზროვნე რეჟისორმა ვანო ხუციშვილმა. გააკეთა ჰენდრიკ იბსენის თოჯინების სახლი, სადაც ვთამაშობ ნორას. ძალიან მიჭირს ორი სიტყვით თქვა ამ სპექტაკლზე, იმიტომ რომ ეს არის უზარმაზარი შრომით, უზარმაზარი მონდომებით დაწყებული და აღებული პიესა. ვანომ რომ მითხრა ეს პიესა რო ახსენა ჩემთან და მითხრა თამუნა, შენ ხარ ჩემი ნორა, შენ უნდა ითამაშო ნორა. არ ვიცი, ნამდვილად პირველი შეფასება არ იყო, რომ ვაიმე მართლა კი, გამოვარდები, დღესვე დავიწყოთ. არა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პიესაც, ფსიქოლოგიური დრამა, დიდი გამოცდილება საჭირო ამ როლისთვის, ძალიან დიდი ძალა, ენერგია, ნიჭი, შრომა, ყველაფერი. ანუ ესე უცებ კი ვანო მეცა, მაგრამ ძალიან გამიხარდა. ჯერ გამიხარდა ის, რომ ვანო წაიკითხა თოჯინების სახლი, მე უცებ ეგრევე დამინახა ნორას როლში და თქვა მითხრა კიდეც, რომ შენ რო უარი გეთქვა ჩემთვის, რომ შედგა ეს სპექტაკლი, მე მითხრა შენ რო უარი გეთქვა ჩემთვის, მე ამ სპექტაკლს არ დავდგამდი, იმიტომ რომ მე ვიცოდი ვიზე ვდგამდი და მე დაგინახე შენ. ძალიან დიდი მადლობა ამ ადამიანს, მაგრამ როგორც მან გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს სპექტაკლი ყოფილიყო სრული სიზუსტით გაკეთებული, თითო მიზანსცენა, თითო გამოხედვა, თითო შეფასება, ზეამოცანა, რისთვის არის იდეა, რატომ გააკეთა ამ ადამიანმა, მეც აი შემიძლია დედა დავიფიცო, რომ ერთი წუთი და ერთი წამი არ მომიკლია არაფერი, რომ ეს სპექტაკლი ყოფილიყო, ვიტყვი ხმამაღლა, ესეთი წარმატებული. მსახიობობა საერთოდ ძალიან დამოუკიდებელი პროფესია, დამოუკიდებლად ვერაფერს ვერ გააკეთებ. არც ერთმა მსახიობმა არ თქვას როლი მანახე და გავაკეთებ და როლი მომეცი და მაპატიეთ, რა ცოტა ბრჭყალებში ვიტყვი, დავგლიჯავ და გავალ და მოვხსნი და მოვწყვიტა ვარსკვლავებს ურეჟისოროდ. რეჟისორის იდეის გარეშე, რეჟისორის ხედვის გარეშე სპექტაკლი ვერ წარმომიდგენია. სადამინახე? ჩემთან სახლში ბრძანდებოდი და ხუდაც წამდიოდი.
საყურემ და ბავშვმა გაგყიდეს სულელო. მეც ყველაფერი გავიგე შენზე. ნუ თუ ასე ცოტას გიხდი, შენი მზე თუ ნახავი და წამებული ქალბატონი. არა ვერ დავიჩივლებ. მაგრამ მარტო საჭმლის ფულია ჩვენთვის. ესე იგი ნაწილს დედა გიხდის, ნაწილს შვილი, ხო? ბრავო, მერი. შორს ახვალ. აი ნიკაპი არასოდეს ტყუის. ვიცი ყველაფერს ღირსი ვარ. უსულგულო ვარ და არა ადამიანი. მაგრამ აი ეს ჩემი გამოსავალია გესმის? ახლა მასაც თუ დამაკარგინებ, სიღარიბე ცოდვის დედა. მაგრამ ამავე დროს უდიდეს გამოგონებათა მშობელი. მართალია. მართალი ის არის, ბავშვი როცა წამოიზრდება, ისე დარჩება. მაგრამ მანამდე მოვასწრე. რას მოვასწრებ, რას? ენის სწავლას? ფულის შეგროვებას. დღეში რამდენი შეუღლება? 15? რა 20? 30. არა უშავს. იქაც ხელფასი და მზითევიც გექნება. კომპიუტერისთვის ვაგროვებ. მართლა ყველაფერი გითხარი. წადი აქედან. ჩქარა ადექი და წადი. მიშვე? რატომ? რა გინდა ჩემგან? გინდა რომ დამაბეზღო? ჩქარა სანამ გადავიფიქრე, წადი აქედან. ო, კარგი. მივდივარ. აი, გავრბივარ. ღმერთმა კარგად გამყოფოს. არა, მაგას თავი გაანებე. შეწადი. დამცინი. აი, ყველაფერს მოგწევ, რასაც მეტყვი. გავაკეთებ, რასაც მიბრძანე, ვიცი, ყველაფერს ღირსი ვარ, მაგრამ ძალიან დავაგვიანე. აი, რომ მივიდე, რა ვუთხრა, რა ვქნა, რომ მივიდე. უთხარი რომ ბავშვი საიმედო ხელშია. შენ გიჟი ხარ? გიჟი შენ ახარ. მე მამა ვარ. მით უმეტეს შეიბრალე. მე შევიბრალე. ბავშვი. რომელი ბავშვი? აი ეს ბავშვი. ეს ჩემია, მე ამის მამა ვარ, გესმის? ეს იცით რა, გაცვლა გამოცვლა ამ მსახიობის და რეჟისორის დადებითი ემოციის. რეჟისორი გენდობა შენ და შენ მერე ყველაფერს უკეთებ რეჟისორს. ეს არის აი ორი ძალიან დიდი ადამიანის თანადგომა, რეჟისორი და მსახიობი. თეატრი არის ჩემი მართლა ცხოვრება და ცხოვრების წესი. მე ერთადერთი ვისვენებ მარტო აგვისტოს თვეში, იმიტომ რომ რა ვქნა ხა თეატრის კარი დაკეტილია, იმიტომ რომ არ არის რეპერტუარი და არ არის სეზონი. მართლა ვამბობ, თეატრში ვიზრდები როლიდან როლზე მუშაობის დროს. ძალიან ბევრი რამე. თეატრი მე იცით რა, ადამიანთ უმეტეს ახლა მე არ გადავალ და არ დავიწყებ რაღაც სხვა გზაზე სიარულს და რაღაცების მოყოლას, მაგრამ თეატრი როცა მე გამიჭირდა, როცა მე რაღაცაზე გული მეტკიდა, როცა მე რაღაცაზე მატკინეს, ჩემა პროფესია არ მიმატოვა, თეატრმა არ მიმატოვა არასოდეს, ყოველთვის გვერდში დამიდგა. ჩემი პროფესია და ჩემა როლებმა მე ძალიან ბევრი რამ გადამატანინა. დაჯექი. დაჯექი. უნდა ვილაპარაკოთ. დაჯექი.
კარგი ხო მაშინ გაბეს შე. უნდა გავსწორდეთ ბატონო დირექტორო. გეუცნაურა? რაცელია რაც მე და შენ ცოლქმარი ვარ. როგორც ცოლქმარი. პირველად დავსხედით რომ სერიოზულად ვილაპარაკოთ. სერიოზულად? ხო. სერიოზულად? თქვენ არასოდეს გესმოდათ ჩემი. ძალიან ცუდად მომექეცით. ჯერ მამა ჩემი, მერე შენ. კარგი. ჩვენ ორი, ვისაც ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად უყვარხარ, ნო. არასოდეს არ ყვარებიან. დაუკვირდი ხო რას? თქვენის მოგწონდათ რომ მე ყვარებოდი. ნო, დაუკვირდი რას ამბობ, ხო? დაუკვირდი. მორა სიმართლეს მამა ჩემი თავის თოჯინას მეძახდა და ისევე ერთობოდა ჩემით როგორც მე ჩემი თოჯინებით შემდეგ კი ამ სახლში აღმოჩნდი რა სიტყვებით იხსენიება ხო ჩვენს პროცენტებს უკარო ვიხედები ჩემზე საწოდავი არავინ გონია გამოდის ჩემს ხელში შევედნია ხო არა ერთი დღეს არასოდეს მე შენი თოჯინა ცოლი ვიყავი როგორც მამა ჩემი სახლში მისი თოჯინაშვილი შვილები კი ჩემი თოჯინები იყვნენ აი ეს იყო ჩვენი ოჯახური ცხოვრება სიტყვებს დაუკვირდი შენ რას როგორ მითხარი შვილების აღზრდას ვერ მოგანდობო ხო გაბრაზებული ეს უნდა იხულება ხელზე თუ არა გაბრაზებული მოთქვა სწორად თქვი მივდივარ და კბარში იმას მარჯვენა მაფიქრო რა სიტყვის ხალხი წადი დიდი წადი მაგრამ ჯერ შეშვილებს შეხედე მის შეშვილებს შეხედე ჩემი შვილი ხო შენი შვილები ხვალ დიდი საერთოდ დაუწყებებს დეგასთან მიტოვიებდი და წამდა